ქრონიკა FM რადიო იმედის ეთერში. სასულიერო პირების პროცესზე მისულ გიორგი გაბედავას და ბაჩო ახალაიას ადვოკატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და პრეზიდენტის მიერ ერთი კვირის წინ გამოყენებული კიდევ ერთი ვეტო ჩართვა რამდენიმე წუთში ქართული ოცნება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება. ეთერში ბრუნდება რადიო იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა FM, მე ლევან ფოჩხუავარ. საზარელი მკვლელობა ბათუმში ზღვისპირა ბულვარში 16 წლის გოგონა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გოგონას ჩანთა და ბლოკნოტი, დაკარგულია ველოსიპედი და მობილური ტელეფონი. როგორც ოჯახის სახლობელი აცხადებს, გოგონას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იპოვეს. 16 წლის მოზარდის ცხედარი უკვე ოჯახშია გადასვენებული. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ტერიტორიაზე, რადგან ეს იყო ბნელი ტერიტორია, სადაც არ შეიძლება რომ გაკონტროლებული ყოფილიყო და მოსვლის დროს ნახეთ ადამიანი, რომელიც ხშირად აქ პატრულირებს, ჩავეკითხეთ, ხო არ დაგინახავთ ეს ბავშვი, მან დაადასტურა, რომ ის ყოველდღე ხედავდა ამ ბავშვს აქ, რომელიც კითხულობდა წიგნს. ხოვეთ, რომ ზუსტად მიენიშნებია ის ადგილი, სადაც ბავშვი ჩერდებოდა და გადასვლის ნიადაგზე დავადგინეთ, რომ დავინახეთ ეს შემზარავი სიტუაცია. Ქრისით მზისით 7 საათზე გავუშვით ზღვაზე ბავშვი. სარბენ ბირვიგზე ველოსიპედი და ჩვენ ნახევარ საათში ვამოწმებდით, რომ ბავშვი ყოველთვის ვამოწმებდით, არასოდეს ისე არ დაგვიტოვებია და რომ ტელეფონმა კათიში არ გვიპასუხა, მე დავიწყეთ ძებნა. და როცა ვნახეთ, უკვე ბავშვი გამოჭრილი იყო ზღვისპირას ამხელა დიდი ლოდი დადებული თავს. ბათუმში მომხდარ მკვლელობა საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის შეძრწუნებულია 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლის საღამოს ველოსიპედით გასული და შინარ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ ყოლო და ალბათ ისეთივე იქნებოდა როგორც მარიამი, მე როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება. ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრება, წერს მიხეილ სააკაშვილი. აქვე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ბოლო ხანს ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის საქმეზე 5 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს, რომელთა შორის 2 სასულიერო პირია. სასამართლოში შეკრებილია მრევლი და პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულ მღვდლებს. დაცვის მხარე მამა ანთიმოს ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიასთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. ვინაიდან მთლიანი პირი არ არსებობს, ჩვენ უკვე აქ კონკრეტულად სადავოთხით, რომელი იქნება უთხვარი, ანუ ავთენტიკური საქმისთვის და რომელი არა ავთენტური. და ასე რომ ჩვენ მოგვიწევს ალბათ სერიოზული მსჯელობა ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ დავადასტურებთ ჩვენ სიმართლეს. საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარის მიერ არის წარმოდგენილი, ალბათობის მაღალი ხარისხით ვერ იძლევა დასაუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. აქედან გამომდინარე, დაცვა დავაყენებთ შუამდგომლობებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, აგრეთვე ბრალდების შესახებ, დადგენილების დაუშვებლად ცნობის შესახებ და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. სასამართლოსთან იმყოფებოდნენ დემოკრატიული მოძრაობის და ქართული დასის ლიდერები ჯონდი ბაღათურია და ნინო პულჯანაძე. ეს კიდე ერთი სამარცხინო ფურცელი წერება საქართველოს ისტორიაში და ამ ფურცელს ახლა უკვე წერს ქართული ოცნება. აი აქ შეკრებილ საზოგადოებას და ზოგადად მორწმუნე საზოგადოებას, რომელიც ჩვენის მოსახლეობის 80%-ია, მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ უღალატა და მიატოვა. და დღეს პრემიერ-მინისტრი იბრძვის იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს მორწმუნე საზოგადოება ებრძოდა. ჩვენ დღეს აქ ვარ კლავ კუბლაშვილის სასამართლოში და ვარ იმისი მოწმენი, რომ გიგა ბოკერიას და ნაციონალური მოძრაობის დათმული სცენარის და პროვოკაციის გამო ასამართლებენ ეკლესიის მსახურს. ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანი ვხედავთ იმას, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჩართული იმ დამნაშავე სისტემაში, რომელიც ქონებას ართმევდა ადამიანებს, ღირსებას ულახავდა, რაც მთავარია, აუპატიურებდა ციხე ეს ადამიანები არიან გარეთ, მკვლელები დადიან გარეთ და რაც მთავარია ამ სისტემის შემქმნელნი სააკაშვილის მეთაურობით არიან გარეთ და დასეირნობენ თავისუფლად. სასულიერო პირების პროცესზე მისულ გიორგი გაბედავას და ბაჩო ახალაიას ადვოკატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა როლანდ ახალაიას შეურაცხყოფა მიაყენა. ამ წუთებში კი სხდომა გრძელდება, სავარაუდოდ დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დასკვნითი სიტყვისთვის მზად არის დაცვის მხარეც, თუმცა უცნობია მოესწრება თუ არა დღევანდელ პროცესზე მათი მოსმენა. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო დახკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას
მოგვიანეს და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ხულიგანი, რომელიც პოლიტპატიმრის სახელით გაანთავისუფლებს, ვითომ პოლიტპატიმრი, კი რა, პროვოკატორია და ბანდიტია რა. ციხეში უნდა იჯდეს ესეთი ხალხი. სამწუხაროდ დღეს გარეთ რო არიან იმის შედეგი. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 99 წელს მამამისი იყო ასევე შეგზავნილი ახალგაზრდობაში, იყო აგენტი პოლიციის და ყოველ გამოსვლაზე აბარებდა აჩოთებს შინაგან საქმეთა მინისტრს და ესეც ესე ალბათ დარწმუნებული ვარ, აბა რა უნდადეს რომ ასე პროვოკაციებზე მიდის. გამოეჩინა კლანჭები ისევ ამ ადამიანს სასამართლოს წინ ხალხის წინ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავიანთი აგრესია, რაც 9 წლის მანძილზე ხალხს ხოცავდნენ და დასავლეთში ვინც კი დაკავებული იყო და ვინც კი უწამებიათ როლანდ ახალაიას შეკვეთით ხდებოდა ყველაფერი. თავარი პროკურორი იყო და გვახსოვს ყველას. ჩემო ოჯახზეც მოუხდენია ზეწოლა და უზრებელი სასჯელებია გამოტანილი და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვი გავახსენე რაღაცეები. სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ პროკურატურა დატოვა, მისი განმარტებით მისი დაკითხვა არ მომხდარა და მხოლოდ ხელნაწერის ნიმუში აუღეს, როგორც ივანიაძის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება პროკურატურას ზეწოლის შედეგად მისცა, რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეო მასალას, ადვოკატი უკანონოდ მოპოვებულს უწოდებს. გავიარეთ ხელნაწერის ჩაბარების პროცედურა ექსპერტიზაზე. შემდგომში მე ვკითხე მას, რადგან გუშინ გაიჟღერა, რომ გამოძიება დასრულდა, გამოძიებელმა მითხრა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოძიების პროცესში რაიმე სხვა კომენტარის გაკეთება მე უფლებას არ აქვს. პროკურატურამ თქვა, რომ ცალსახად თქვა, რომ არ დასტურდება თურმე ბატონ მამუკაზე ზეწოლის ფაქტები და ამ დროს გამოძიება გრძელდება. მე მგონი ერთმანეთში ცოტა წინააღმდეგობაში მოდიან ეს ორი მომენტი. რაც შეეხება იმ ფარულ ჩანაწერებს, ბატონ მამუკამ გაგიმარტათ წეღანაც და მე შემიძლია განუმარტო, რომ ის არის მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერილი, ანუ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ ჩვენებას იწერდნენ და მან თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება იმ ზეწოლისა, რის გამოც იქნა ჩვენება მიცემული დავით კირვალიძის მიმართ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტის მიერ ერთი კვირის წინ გამოყენებული კიდევ ერთი ვეტო. ამ საკითხებზე დილიდან საკანონმდებლო ორგანოში ერთდროულად რამდენიმე საკომიტეტო განხილვაზე მსჯელობენ. კანონმდებლებს პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე გარკვეული შენიშვნები აქვს და მის გათვალისწინებას არაპირებენ. რა განცხადებები კეთდება ქუთაისში, ლევან ჩუგოშვილი საუბრობს. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ამ დროისათვის პარლამენტში ერთდროულად ორ კომიტეტზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში განიხილავენ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ ინიცირებულ და მომზადებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს არაერთი ჩასწორება და ეს ჩასწორებები უნდა შევიდეს კოდექსში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ პროექტის ინიცირება და უკვე დამტკიცება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენ საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ეხება ამორჩოთასიის ფორმირების ახალ წესს, რომელიც ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისას დისციპლინარული პასუხისმგებლობის გავრცელებას, რომელიც ეხება ბიომეტრიული რეგისტრაციის ცნების შემოღებას, რომელიც არეგულირებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს და თქვენ იცით, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფში სულ 5 პროექტი იქნა განხილული და შეჯერებული. როგორც შეგვიძლია დაიწყო ამ შეჯერებული და ინიცირებული პროექტების განხილვა მოსმენის კამპანია. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება სიღრმისეულად ნაყოფიერად სწრაფად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე მოესწროს იმ ცვლილებების განხორციელება, რომელზედაც უკვე შეთანხმდნენ პოლიტიკური სუბიექტები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი წინააღმდეგობა ამ ცვლილებებს, რომელზედაც ვიცი, რომ არსებობდა წინასწარი კონსენსუსი, არ ექნება ყოველ შემთხვევაში ჩვენ განხილვას დღეს დავიწყებთ. იურიდიულ პირებს, რომელთაც ართმეული ჰქონდათ პარტიების დაფინანსების შესაძლებლობა, უბრუნდებათ. ფიზიკურ პირებს 60,000-მდე შეეძლებათ დაფინანსება პარტიების, იურიდიულ პირებს 100,000-მდე. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ აქამდე საპარლამენტო არჩევნებში 4% უნდა მიეღო საარჩევნო სუბიექტს პარტიას ან პარტიათა ბლოკს, რომ მიეღო საბიუჯეტო დაფინანსება, ახლა ჩამოდის 3%-მდე. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს კანონმდებლები საკომიტეტო განხილვების ფორმატში მსჯელობენ, ეს არის პრეზიდენტის მიერ გამოყენებული კიდევ ერთი ვეტო. საქმე ეხება ერთი კვირის წინ პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო ნორმატიული აქტების შესახებ კანონს და დეპუტატები
ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ამ ვეტოს გამოყენების მიზეზები საკმარისად ვერ ახსნა, რის გამოც ისინი მის პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ. ჩვენს მიერ მიღებულ კანონს დაადო ვეტო. მინდა გითხრათ, რომ შენიშვნები აბსოლუტურად ჩვენს მიერ არ იქნა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად შენიშვნებში არსებული мотивация ეწინააღმდეგება იმ შემოთავაზებას, რომელიც თვითონ ვეტოში არის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ჩვენთვის. ანუ ერთი მხრივ პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია, რომ არ უნდა მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა საქმიანობაში ჩარევა, ნორმატიული აქტების შესახებ კანონში რაღაც რეგულაციების განსაზღვრის თვალსაზრისით და მეორე მხრივ თვითონ გვთავაზობდა ესე ვთქვათ კონკრეტულ ნორმის მეოცე პრიმამუხის ესე ვთქვათ პროექტს. საკომიტეტო განხილვები საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება, როგორც მოისმინეთ, ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს იქნება ქვეყნის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოდექსში არაერთი ჩასწორება უნდა შევიდეს. მე გეტყვით ერთ-ერთ მაგადის, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს ექნებათ საშუალება, რომ დააფინანსო პარტიები, რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათთვის განისაზღვრება ის თანხა, რომლითაც შეეძლებათ, რომ დააფინანსონ პარტიები და ეს თანხა განისაზღვრება 60,000 ლარით. დიდი მადლობა ლევან, ჩვენი კორესპონდენტი ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა. ასე ვითარდება მოვლენები ამ დროისთვის. რადიო იმედის მომდევნო საინფორმაციო გამოშვება უკვე თამუნა აფშილავასთან ერთად დაგიბრუნდებათ. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.